უკვე მეორე დღეა შიდა ქართლის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით რისკ ჯგუფები უკვე იძრებიან. ვაქცინა უფასოა მათთვის, ვისაც დაავადების გართულების მომატებული რისკი აქვს. ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ვაქცინა ხელმისაწვდომი იქნება იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში, რომელთა სია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება. შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია, ამჟამად ცირკულირებს ენტეროვირუსი და რინოვირუსი, რამე ისეთი უჩვეულო არ ხდება ჩვენთან. გრიპის საწინააღმდეგოდ შემოტანილია სახელმწიფომ შემოიტანა 200,000 დოზა ებოტის წარმოების ვაქცინა, 4-კომპონენტიანი ვაქცინა. ჩვენთან შიდა ქართლში შემოტანილია 4,800 დოზა ვაქცინა. სახელმწიფო უზრუნველყოფს მაღალი რისკის ჯგუფებში ვაქცინაციას უფასოდ. ეს რისკის ჯგუფებია 60 წელს ზემოთ გადაცილებული პირები, დიაბეტის მქონე პირები, ქრონიკული მოავადეები, C ჰეპატიტით ინფიცირებული, რომლებიც მკურნალობაში არიან ჩართული, HIV ინფიცირებულები, პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი და სხვა. შიდა ქართლის მასშტაბით სერვისის მიმწოდებლები არიან 17 სამედიცინო დაწესებულება გორში, ქარელში, ხაშურში და კასპში. კონკრეტული დაწესებულებები შეგიძლიათ ნახოთ NCDC-ის ვებგვერდზე.